ქრისტიანმა, დასრულმა ქრისტიანმა ბავშვს რო ასწავლოს, აჩვენოს ბავშვს, რომ ქრისტიანობა არის მისი თავისუფლების სრული რეალიზება, ეს დასრულ ქრისტიანს თავად უნდა კონდეს გაცნობიერებული. გესმით, იმიტომ რომ ქრისტიანობა კი მანიჭებს მე თავისუფლებას, მაგრამ მე რომ თავისუფლებაში აღვიზარდო, ან საკუთარი თავი აღზარდო, ხო? ან მოვახდინო რეალიზება, ეს ასე ადვილი არ არის. აღმოვაჩენ, მე უნდა ვიცოდე, რომ ჩემი თავისუფლების რეალიზებისათვის პირველი მტერი მევე ვარ. მე მაქვს რაღაც მთელი რიგი პრობლემები, სტერეოტიპული ხედვები, მათ შორის რელიგიაზე, ქრისტიანობაზე და ასე შემდეგ. და შესაბამისად მე თუ ჩემს გამოცდილებად არ ვაქციე, როგორ აღვიზარდო მე ქრისტეში, როგორც თავისუფალი არსება. მე თუ არ მესმის პავლე მოციქულის უამრავი გამონათქვამი, მის წერილებში გაბნეული და ან თავად ქრისტეს გამონათქვამი, რომ ჭეშმარიტება შეიცანი და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ, მე თუ ეს არ მესმის. ბავშვი, იცით როგორ ინწამსო იგზნობს ჩვენ სიცრუეს, როცა ჩვენ თუნდაც ველაპარაკობთ ქრისტიანულ თავისუფლებაზე, ის ხო ჩვენ ხედავს იმ სიღრმისეული თვალებით, რომელიც ხშირად ვერც კი წარმოგვიდგენია და გულში ფიქრობს, ან ინტუიციურად გზნობს, შენ არა ხარ თავისუფალი. და შენ ვერ მოგცა ქრისტიანობამ თავისუფლება და მე როგორ მომცემ, საერთოდ რაღაცა ტყუილია, რაღაც არ გამოდის ისე როგორც საჭიროა. ამიტომ ყველაზე დიდი სირთულე ბავშვის აღზრდაში ეს არის პირადი მაგალითი და გამოცდილება. ჩვენ შეიძლება ბრწყელად უკაცრავად ჩემ თავზე ვიტყვი, ბევრი ვესაუბროთ ბავშვს, მაგრამ პირადი გამოცდილება და პირადი მაგალითი თუ არ მექნა, ჩემი ყოველი სიტყვა აღმოჩნდება უსუსური და უძლური. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და რა თქმა უნდა, როცა ვსაუბრობთ პირად მაგალითზე და გამოცდილებაზე, კიდევ ერთი კითხვა ჩდება, რა არის ქრისტიანული ცხოვრების გამოცდილება? ზოგი ესე აღიქვავს ქრისტიანული ცხოვრების გამოცდილებას, რომ ეს არის გარემული წესების შესრულება. მაგალითად, ლოცვებს კითხულობს, დილას აღამოს. ან თქვა მარხვას იცავს, ან ტაძარში მოდის გარკვეულ დროს. და ასე შემდეგ. აღმოჩნდება, რომ სიღრმისეულად თუ ადამიანი გააცნობიერებს, არც ლოცვის ტექსტების კითხვაა ლოცვა და არც ხორციელი საკვების მოკლებაა მარხვა. არც ტაძარში დგომა არის, ესე იგი, ეკლესიასთან ორგანული კავშირი. ეს არის ყველაფერი გარეგნული ფორმები, შეიძლება აუცილებელი, მაგრამ მისი სიღრმე თუ არ მესმის, მე არანაირი პირადი გამოცდილება არ მექნება და ესეთი ადამიანები დამერწმუნეთ პატარა გამოცდილებით გეუნებით და ალბათ სხვა მამების დამეთანხმებენ და მე უფრო მით უმეტეს, რომ უამრავი ადამიანი არსებობს ეკლესიის წიაღში, რომელმაც მრავალი ათეული წელი გაატარეს ეკლესიაში, ლოცულობდნენ კიდევაც, მარხულობდნენ კიდევაც და ეზიარებოდნენ კიდევაც, მაგრამ წარმოდგენა არ აქვთ რა არის ქრისტიანობა და ქრისტიანული თავისუფლება. ანუ მათი პირადი გამოცდილება ქრისტიანობაში ნულოვანი ღირებულების არის და ვერ აღზრდის ამ დროს ადამიანი ბავშვს.